ვიზა ლიბერალიზაციის გადავადების მიზეზებზე თვითონ უკრაინამ განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც არის მიღებული, პრობლემურია ევროპისათვის და სავარაუდოა, რომ შეიძლება ამ მიზეზმა კიდევ უფრო გააჩინოს. მეორეს მხრივ ევროპას ხშირად აქვს კამათი ამა თუ იმ კანონებთან დაკავშირებით. გახსოვთ ადრე სწორედ უკრაინასთან ჰქონდა პროკურატურის თაობაზე კანონი, საკამათო. ეხლა მაგალითად რუსული კანონის მიმართელიან, რომ ევროპას ექნება რეაქცია და სანქციები, ეხლა რომ კანონი მიიღო იმისა, რომ არ დამორჩილდეს ევროპულ სასამართლოს, რომ მიიღო რომ მოაწერა ხელი უგებულებმა. ისე რომ ეს რომ კანონები გარკვეულ გავლენას ახდენს ევროპულ დამოკიდებულებაზე, ცხადია. ჩვენც რო ვიძახით ხოლმე, რომ ყველა ვალდებულება შესრულებული გვაქვს, ძირითადად ეს საკანონმდებლო ბაზას ეხება. ანუ ევროპის აზროვნება ასეთია, თუ ევროპელი ხარ, ევროპული ქვეყანა ხარ, მაშინ უნდა ცხოვრობდე იმავე წესით, რითაც ცხოვრობს ევროპელი. და ცხოვრების წესების მსგავსება უკვე დაახლოებას უდევს საფუძვლად. როგორც ჩანს, უკრაინელებმა რაღაც აი ამ მსგავსებაში ბოლომდე თემები ვერ დაიცვეს. რახან უკრაინამ განაცხადა ეს მიზეზი, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალურია ეს მიზეზი და ძებნამ უფრო რთული მიზეზებისა ალბათ არ არის საჭირო. მეორე მხრივ თვითონ ევროპაშიც რა თქმა უნდა ერთგვარი დამოკიდებულება არ არის ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე. არ არის არც უკრაინის მიმართ და არც საქართველოს მიმართ. ჩემთვის უფრო ყოფითი მიზეზებია, იქ პოლიტიკური მიზეზებიც არის, რა თქმა უნდა, კონფლიქტური ზონები და ასე შემდეგ. მაგრამ ყოფითი მიზეზები არის ალბათ ის, რაც მოქმედებს ამ მრჩეველზე და პოლიტიკოსი ამ მრჩეველს უწევს ანგარიშს. ასეთ ყოფითი მიზეზებია, მაგალითად არის კრიმინალების ის პროცენტი, ქართული კრიმინალების ის პროცენტი, რაც ევროპაშია, საკმაოდ მაღალი. და ამქიდან გამომდინარე, ალბათ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რაღაცას რო ვაკეთებთ, მარტო ჩვენ კი არ ვართ რისკის ქვეშ, ცუდ რამეს რო ვაკეთებთ. მთელი ქვეყანა დგება რისკის ქვეშ, როდესაც აი ამ ტიპის განვითარების თვალსაზრისით შეიძლება ეს განვითარება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ბევრი ქართველის მოქმედების გამო. ახლა მოგცემენ თუ არა, მოგცემენ ჯერ ერთი განაცხადი უკვე მეუთებს, რომ მოგცემენ. მეორეც ერთი თვითონ ევროპას სჭირდება ახლა, რომ ამ ტიპის გაფართოება პოლიტიკური გავლენის ნიშანის მატარებელი გაფართოება მოხდეს, განახორციელოს და მეტუმეტეს განახორციელოს უკრაინასა და საქართველოს. რადგანაც საქართველოში მე მაინც მეჩვენება, რომ უფრო სასწრაფოა ეს პროცესი. სასწრაფოა იმ მხრივ, რომ საქართველოზე გავლენა, კავკასიაზე გავლენა რამოდენიმე მხარე მიიწევს. ერთ-ერთი ისლამური რესპუბლიკა, რომელიც აცხადებს, რომ კავკასიაში არის მისი ინტერესი. აგერ შემოვიდა ჩინური მატარებელი, რაც უდავოდ გარდა მატარებლისა იმ გავლენასაც მოიტანს ჩინური ეკონომიკისა და პოლიტიკის, რაც ჩინეთის ინტერესებშია. ისე რომ ასეთი გავლენა, რუსეთზე აღარ ვლაპარაკობ, აგერ ცხინვალსა და სოხუმში დგას. ასეთი გავლენების ქსელში უკრაინა ნაკლებად არის, იქ მხოლოდ რუსეთის გავლენა მოქმედებს. ჩვენთან უფრო გავლენების დიდი დიაპაზონია და
თუ კი ევროპა შეყუნდება ეს შეაყუნ დანარჩენებს აი ამ გავლენის დანარჩენ მხარეებს სუბიექტებს მისცემს იმის საშუალებას რომ მოიგონ დრო და თავისი ნაბიჯები უფრო სწრაფი ტემპით გადადგან. ახლა გავიხსენოთ რომ ეს ჩინური ხაზი აბრეშუმის გზისა 2 წლის წინ წამოაყენა ჩინეთის პრეზიდენტმა 2 წლის წინ იდეა გაჩნდა და აგერ ახლა უკვე ხაზი არის შემოყვანილი. და გამართულია ხაზი ევროპამდე. ასეთი ენერგიის პატრონი ჩინეთი, ასე ოპერატიული ჩინეთი, ალბათ დიდხანს ლოდინს არ დაუწყებს ევროპას შესაბამისად. თუ კი ლაპარაკი და ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც კმაყოფილდება ხოლმე მხოლოდ ეკონომიკით. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ ეკონომიკაზეა ლაპარაკი. ახლა სიტყვა მოიტანა და 800 მილიარდი დოლარის ტვირთს ატარებს ჩინეთი ევროპისკენ. ამ გატარების ფასი ჩინეთისთვის არის ძალიან მაღალი. იმიტომ რომ ატარებს ზღვით. ეძებდა ხმელეთის გზას. ყველაზე მოკლე გზა იყო რუსეთი. რუსეთ და შესთავაზა რუსეთს დასაწყისში რუსეთი ყავდა პარტნიორი. შესთავაზა რუსეთს, მაგრამ რუსეთმა შეთავაზება ასე ვთქვათ უკან დაუბრუნა, რომ გზა რაც არის გასაყვანი საავტომობილო გზაზე იყო. მოდიო თანაბრად გავინაწილოთ დაფინანსებაო. ჩინეთი დათანხმდა. რუსეთს ანგარიში მოიტაცო. ანგარიშად რუსეთმა დაუგზავნა 14 მილიარდი. ჩინეთმა დაითვალა და მივიდა დასკვნამდე რომ 7 მილიარდია საჭირო. ანუ რუსეთმა გადაწყვიტა რომ ჩინეთის ფულით გაეკეთებინა თავის გასაკეთებელი საქმეც. ამ ვირეშმაკობა ქვია ასეთ რამეს, არა? ეშმაკობა, რომელიც არ დაემალება და თავხედობის ხარჯზე. ამ ვირეშმაკობაზე მისცა ჩინეთმა რეაქცია, ჩაკეტა რუსული ხაზი და დაიწყო უკვე ყაზახეთიდან მოყოლებული ამ ხაზის გაყვანა, რომელშიდაც უკვე საქართველოა ჩართული. აღსანიშნავია, რომ ძალიან ინტენსიური და თბილი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ ჰქონდა ნაზარბაევს, ყაზახეთის პრეზიდენტს, რაც დაუფასეს კიდეც და შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რახან ქართული თემა ასე წინ წამოწია ჩინეთმა, რომ საქართველოს მთავრობამაც არ დაიწყო ასეთი რუსეთის ეს ისტორია მოყვევი, იმიტომ რომ ამ ვირეშმაკობა შესაძლებელი ალბათ იყო. არ დაიწყო ასეთი ეშმაკობები და პატრიოტული პარტნიორობა გამოავლინა. ამიტომ მოაღწია ჩინეთმა აქამდე. თუ კი გაგრძელდა პარტნიორობის ეს სტილი და ყველაფრით ჩანს, რომ საქართველოს მხარე ძალიან მონდომებულია ამ ჩინურ პროექტის გაგრძელებაში, შესაძლებელია ბევრი ისეთი რამ, რაც ევროპის თვალს იტაცებს საქართველოში, ჩინეთის ხელში აღმოჩნდეს. ანუ ეს ჩვენთვის უფრო მოგებიანი და უფრო საფრთხო ეს შეთანხმება. ჩინეთთან? რა თქმა უნდა მომგებიანია. რა თქმა უნდა მომგებიანია, რატო? მიუხედავად იმისა, რომ არიან ანალიტიკოსები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ ჩინეთი არც ისე რბილი და დამყოლი პარტნიორია, რომ მან თუ რამე მოინდომა, მერე შეიძლება უფრო გაფართოვდეს. მაგრამ მომგებიანია ის, რომ ჩვენ შევქნათ ჩვენს გარშემო კონკურენცია. ჩვენთან დაკავშირებით შეიქმნას კონკურენცია. ვინაიდან შევხედავდით უკვე რამდენი წელია, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელზედაც ჩვენ ვიყავით მიბმული, იყო ერთ-ერთი მხარე იყო დასავლეთი. დასავლეთმა აჭიანურა. ეხლა თუ კი კონკურენცია შეიქმნება, მერე უკვე სხვა შედეგი შეიძლება მივიღოთ. მეორე ანალოგიას მოგიყვანს ახლა ხანს თურქეთი, რამდენი ხანია ევროკავშირს ეხოწება, რომ გარი გამიღეთო.
სანამ ისლამური რესპუბლიკა არ ამოდიბდებდა და სანამ არ შეამჩნიეს, რომ თურქეთმა შეიძლება მისკენ გადაინაცვლოს, ანუ თურქეთმა შექმნა კონკურენცია ევროპასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის. ამ კონკურენციის შედეგად მოიგო თურქეთმა დღეს უკვე რეალურად არის ლაპარაკი, რომ თურქეთ შეიძლება ევროპამ კარი გაუხოს. ისე რომ სადაც ქვეყანა ქმნის თავის გარშემო კონკურენციას და ინტერესა ბევრ ინტერესში არჩევანი მერე მასზეა, იქ უფრო მოგებულია. რაც არ უნდა მეგობარი და კარგი და კეთილგანწყობილი იყოს, მხოლოდ ერთ მხარეზე თუ ხარ დამოკიდებული, ის ერთი მხარე თავისი ინტერესებით იმოქმედებს მხოლოდ და არ დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელიც შეიძლება შენ გეჩქარებ. აი ამ პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანია და მომგებიანია კიდევ ერთი თვალსაზრისით. თქვენ ახლა მომგებიანობა ევროპულ კონტექსტში იკითხეთ, ხო, ევროპასთან ურთიერთობა. ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი გახლავთ დროებით იმედია ოკუპირებული ტერიტორიები. ხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემასთან დაკავშირებით ევროპა ან ძალიან პასიურია, ხან ახსენებს, ხან არა. ისიც უკრაინასთან ერთად ან ახსენებს, ან არა. ან არაეფექტური და ისე უკრაინის მაგალითი, უკრაინის ინტერესი ნამდვილად აქვს ევროპას, იმიტომ რომ შუა ევროპაა თვითონ უკრაინა, მაგრამ ცვლილება პრაქტიკულად ვერ შეიტანა უკრაინულ პროცესებში, ხო? რუსეთის მხრიდან ცვლილება. ასე რომ ევროპის სურვილიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად მოინდომებს შენი ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტას და უნარიც რამდენად შეძლებს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტას. ამიტომ ისეთი პარტნიორის გამოჩენა, ისეთი მხარის გამოჩენა, როგორც ჩინეთია, ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით. ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ვერ ეკამათება. 20 მილიონამდე ჭორებით და დაახლოებით 6 მილიონამდე ოფიციალური ინფორმაციით ჩინელი არის შესული რუსეთში, არალეგალურად. ამ პროცესს რუსეთი ვერ აჩერებს. პროტესტსაც კი ვერ უცხადებს ჩინეთს. რატო? იმიტომ რომ ჩინეთისა რუსეთსაც ეშინია. ამდენად ჩინური მხარდაჭერა განსხვავებული მხარდაჭერა იქნება ვიდრე ევროპული. რადგან ევროპელებთან შეთამამებულია რუსეთი პირიქით ტრაბახობს იმით, რომ დასავლეთს ეჯიბრება და აღმოსავლეთი ასე ვთქვათ მიჩუმათებული საკითხია, რომლისაც რუსეთს ძალიან რომლის შიშით რუსეთს დღემდე აქ და კიდევ უფრო იზრდება. და ამ გზის გამოყვანა საქართველოსზე ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის ამ გზაზე კონფლიქტი დაუშვებელია. შესაბამისად ჩინეთმა უნდა სცადოს და ეს ხსენდა კიდეც ელჩის მატარებლის ჩამოსვლის იმის დროს ელჩის სიტყვაში ერთი სიტყვა, რომ მშვიდობიანობის გარანტი იქნება ჩინეთი ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ გზის გარშემოა და უნდა სცადოს, რომ კონფლიქტები დაიყვანოს მინიმუმამდე. სურვილი აქვს ჩინეთს რეალური, ანუ მისი საქონელი გადის ამ შემთხვევაში ამ გზაზე და სურვილი აქვს ევროპასაც. ჩინეთი უფრო ბეჯითია, ჩინეთს უფრო მეტი სიტყვა აქვს, მეტი წონის სიტყვა აქვს რუსეთისათვის. ასე რომ ამ ხრივაც გარდა ეკონომიკისა და ეკონომიკურად 800 მილიარდიანი საქონლის გატარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანხა იქნება ნებისმიერი ქვეყნის. და პოლიტიკურადაც ამ ხრივაც ჩვენს საინტერესოა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული დიპლომატია, რომელიც მთლიანად გადართული იყო დასავლეთზე, წინა ხელისუფლების პირობებში ერთი ელჩი დანიშნეს ჩინეთში, შემთხვევით შემხვდა და ქუჩაში შეხვდით ერთმანეთს რაღაც საქმე. მომახარა ხვალ ჩინეთში მივდივარ, დამნიშნეს ელჩადო. გამეხარდა მეც ძალიან მიყვარს ჩინეთი, მიყვარს ნამყოფი ვარ და ესეთ შორეული სიყვარული არ არის რეალური. და თუ საიდუმლო არ არის მეთქი რა
დავალება რა მიმართულება მოგცეს თქო რა რა სტრატეგია აქვს ჩინეთთან დაკავშირებით ჩვენ ხელისუფლებას არაფერია მიპასუხა ანუ ჩინეთში მიდიოდა ელჩი და მას არანაირი დავალება არ მეკონდა საქართველოსთან ეს იყო დამოკიდებულება აზიის და ამაზე ისე ცენტრალური ქვეყნის ჩინეთის მიმართ აი ეს დამოკიდებულება არის შესაძლებელი და რა თქმა უნდა ჩინური დიპლომატია საქართველოს მხრიდან ну არ ვიცი დღეს რა დონეზეა მაგრამ რა თქმა უნდა იმ დონეზე არ არის რა დონეზეც ევროპის მიმართულებაა დამუშავებული აი ეს გასასწორებელი და ეს თავისთავად ამ ხრივ ისტორიამ სწორი გაკვეთილი მოგვცა იმიტომ რომ ჩვენ სუვიძახით ხიდი ვართ და შეიძლება მარტო ერთ მხარეს იყოს ხიდი დაყრდნობილი მეორე მხარესაც ხო საყრდენი უნდა კონდეს ამდენად აზიაში საყრდენი უდავოდ საჭირო იქნება და ასეთ საყრდენი თუ ჩინურია ეს ხაზი აღმოჩნდება თან გაითვალისწინეთ რომ ამ ხაზზე რომელიც გამართულად ამუშავდება იქნება არა მარტო ჩინური, არამედ უკვე მთლიანად აზიური, თუ შეიძლება ითქვას, აზიისა და ევროპის ურთიერთობის ხაზი იქნება, ევროპიდანაც უზარმაზარი თვერთები გადავა იქითკენ და პირიქით. ესე რომ ამ ხრივ მე მგონი ეს პროექტი ბევრ პერსპექტივას შობს, მაგრამ ბევრ ამოცანებსაც აყენებს.